ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებული 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საბაზრო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონი ლარია. დაკავებულია ირანის მოქალაქე. სატვირთო ავტომობილი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. ნარკოტიკები კი აღმოაჩინეს სატვირთოს მისაბმელი სპეციალურ სამალავში. 157 კილოგრამი ჰეროინის გადატანას მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ. ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა ადამიანების დასადგენად და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად გრძელდება გამოძიება. დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას უთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენას და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში აღკვეთილ იქნა 50 მილიონი ლარის ღირებულების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოს დანიშნულების შემოტანის მცდელობის ფაქტი. შემოსავლების სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.